დილამ შვიდობისა ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დილამ შვიდობისა კიდევ ერთხელ. თუ დამწყები ჟურნალისტი ხართ, ან ჯერ მხოლოდ სწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, დღეს ჩვენი გადაცემა გიამბობთ იმ ახალ პროექტზე, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ, უფრო ზუსტად გაიაზროთ საკუთარი პასუხისმგებლობა და თქვენს პროფესიაში ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი მომენტები. მოპოვებული ინფორმაციის მრავალობის გადამოწმება, სიზუსტე, ოპერატიულობა და არა მარტო ეს და სხვა მნიშვნელოვანი თემებია წამოწეული მოკლე სასწავლო ფილმებში, რომელიც დოკუმენტალისტმა, ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან ერთად გადაიღო. მე მინდა მივესალმოთ თომას დილაშვილობისა და ასევე ჩვენთან ერთად არის ხატია ჯინჭიხაძე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს დირექტორის მოადგილე. დიდი მადლობა რომ მოხვედით. დილაშვილობისა. და ძალიან მაგარი წამოწყება იყო მართლა. კი, ნამდვილად. მოდით მოგვიყევით ახლა ზუსტად როგორ გაჩნდა ამ პროექტის იდეა და მე როგორ იპოვეთ ერთმანეთი და როგორ განახორციელეთ ეს ჩანაფიქრი. საერთოდ სასწავლო ფილმები მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ რომ სასწავლო ფილმები არის ისეთი რაღაც რომელიც ძალიან გამოადგება ადამიანებს, თავარია იყოს შეთავაზებული ძალიან სწორედ და კარგად. ჩვენ ადრე გქონდა სასწავლო ფილმების ადრე გადავიღეთ სასწავლო ფილმები საჭირო აღსრულების სასწავლო ცენტრისათვის. გქონდა ასეთი მხატვრული გათამაშებით, მაგრამ მე ვთქვით რომ რატო არ შეიძლება გავაკეთოთ ეს ჩვენ ვართ ჟურნალისტები და რატო არ შეიძლება ეს გავაკეთოთ ჟურნალისტებისთვის, მით უმეტეს რომ ჟურნალისტებს ასე ვთქვათ ყველაზე დიდი მომხმარებელი, ცუდი უხეშად რო ვთქვათ, ყავს მილიონობით ადამიანი ხო საზოგადოება და სწორედ პროფესიონალი ჟურნალისტები უნდა მოყვებოდნენ ადამიანებს ამბავს, უნდა წერდნენ ხო საზოგადოების. აი ეს იდეაზე რომ დავიწყოთ მუშაობა, მაშინ შევეხმიანეთ ზუსტად ხატიას. ხო და აღმოჩნდა რომ მართლაც შესაძლებელი იყო ამ ჩემი აზრით კარგი წამოწყების რეალიზაცია და ამ პროექტში ერთად მუშაობა. და მსგავსი ასე ვთქვათ ინსტრუქციები არსებობს მხოლოდ დაწერილი და უკვე ვიდეო ბევრად უფრო ეფექტურია, ხო? იმიტომ რომ თან საკმაოდ დინამიურად არის გადაღებული ეს ყველაფერი და ამას ამ ვიდეოებს აპირებთ თქვენ რომ უჩვენოთ ანახოთ ვის, ანუ დაურიგოთ. გადაპირებთ რომ მიიტანოთ, ვთქვათ მას შემდეგ რაც ოფიციალური პრეზენტაცია იქნება ხვალ, ხო? ხვალ არის საგეგმილი, ალბათ ხატიოფ ამაზე კარგად ისაუბრებს, ხო? ხატი არის. კი ბატონო, მე მოგასცემთ როგორ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს, თომ ამ დამირეკა შენიერ დღეს. რომ მე ვარ თომა ჩაგელი, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით. ეს თომა ჩაგელშვილი რომელიც დოკუმენტურ ფილმს აკეთებს ისო. და ძალიან მოკლედ მითხრა იდეა. და იდეა იმდენად მომეწონა, იმიტომ რომ ჩვენც ვფიქრობდით ამაზე. არა კონკრეტულად ასეთი სახით, მაგრამ ჩვენი ფონდი საზოგადოების ნაწილი შეიძლება ჩვენ ფონდს იცნობს სოროსის ფონდის სახელით. მედია პროგრამა ყოველთვის იყო ერთ-ერთი წამყვანი პროგრამა ჩვენს ფონდში და ამ პროგრამის შიგნით ესე იგი ერთ-ერთი მიმართულება არის ჟურნალისტური განათლება. დიდი ხანი ამაზე ვფიქრობთ და ვზრუნავთ და მოგეხსენებათ ალბათ თქვენც კარგად გეცოდინებათ რომ ჟურნალისტურ განათლებაში არსებობს პრობლემები პირველ რიგში სახელმძღვანელოების იმიტომ რომ არ არსებობს თანამედროვე სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე და ჩვენ ვცდილობდით რომ ეს დანაკლისი რაღაცნაირად შეგვევსო და ვთარგმნით სახელმძღვანელოებს მაგალითად შარშან გამოვეცით ამ ჟურნალისტური სკოლის დეკანებთან შეთანხმებით ძალიან კარგი ხარისხიანი თანამედროვე ამერიკელი ავტორის ბევიმენჩერის სახელმძღვანელო მაგრამ და ძალიან დიდი მოთხოვნა წიგნზე ამას ვარიგებდით უფასოდ დავარიგეთ უბრალოდ ყველა ჟურნალისტიკის სკოლაში მაგრამ ეს არის სახელმძღვანელოები რომელიც უცხოელი ავტორების მიერ არის შექმნილი და ქართულ რეალობასთან მას ნაკლები კვეთა აქვს ჩვენი ძალიან დიდი სურვილი იყო რომ ქართულ სტუდენტებს ქონოდათ ისეთი სასწავლო მასალა რომელიც აქაურ რეალობაზე იქნებოდა მოორგებული და მათთვის უფრო ახლო და გასაგები იქნებოდა და აღმოჩნდა რომ თომას იდეა ძალიან კარგად მოერგო ასე ვთქვათ ჩვენს ხედვას. იმიტომ რომ ამ ფილმებმა მოგცა საშუალება იმისა, რომ შევთავაზოთ ისტორიები, რომელიც კი არის გათამაშებული და მხატვრულად გადაწყვეტილი, ასე ვთქვათ, მაგრამ მათ საფუძვლად უდევს ხშირად ხდება ჩვენს გარშემო. რაც ხშირად ხდება, ამიტომ ამაში ეს გაუცხოებასაც არ იწვევს მაყურებელში და თქვენც ალბათ ამიტომ მოგეწონათ, რომ ბევრი ისეთი შემთხვევაა, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩვენთან. და გადავწყვეტეთ ერთად გვემუშავა ამაზე. მაგრამ რომ არ ყოფილიყო ეს მხოლოდ ფონდის და მხოლოდ თომას გუნდის საავტორო პროექტი, ასე ვთქვათ, ჩავთეთ სხვა ადამიანებიც. ეს ადამიანები არიან რომ არ ჩამოთვალო ყველა რომ არ გამოჩა, ალბათ ყველა მათგან თქვენ კარგად იცნობთ და ჩვენი საზოგადოებაც
ესენი არიან ძალიან გამოსხივი ჟურნალისტები და ასევე პროფესორი მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან ჟურნალისტიკას სკოლებში და აი ესეთი ჯგუფი ქონდა, ფოკუს ჯგუფივით და ერთად თომა წერდა სცენარს და მე ერთად განვიხილავდით ამას და ზოგჯერ რაღაცის უტრირებასაც ვაკეთებდით, იქ რაღაც მცირე იუმორისტული ჩანახები არის და რაღაცა ეს არის ამბავი, რომელსაც კარგად იყურება, რომელსაც მაყურებელი სიამოვნებით უყურებს. თავის კარგი მსახიობებით, კარგი სცენარით და კარგი რეჟისორით, და კარგი გუნდით. ეს მართლა ალბათ იმ სტუდენტებისთვის, ვინც თქვა ჟურნალისტიკაზე სწავლობს და დამწყები ჟურნალისტებისთვის მართლა ერთგვარი ფუფუნებაა, იმიტომ რომ ხშირად ის რაც აი თეორიულ ნაწილად რჩება და ის რასაც თქვა მიმდინარეობს სწავლება, ეს ფილმები იძლევა იმის საშუალებას, რომ რეალურად შენც ჩაერთო ამ პროცესში და შენ თვითონ წარმოიდგინო საკუთარი თავი, როგორ მოიქცეოდი, თქვა ამა თუ იმ საგაზეთო რედაქციის თუ ტელევიზიის, თქვა გუნდის წევრის შემთხვევაში, ხო? თქმა აი უფრო რომ მოგვიყვებ, თქვა გადასაღებ პროცესზე, რომ აუხსნათ მაყურებელს, ანუ კონკრეტულად რა შეეხმარება სტუდენტებს ეს ფილმები. აი ორ ნაწილად არის ხო გაყოფილი. აი სად როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? დიახ, გასაგები რომ იყოს მაყურებლისთვის ძალიან მოკლედ ვიტყვი, მაინც რადგან დროში შეზღუდული ვარ. ეს არის მხატვრული ფილმი, ასე ვთქვათ, ნოველა, დაახლოებით 12 წუთიანი. მოქმედება ხდება ან გაზეთის რედაქციაში, ორი ფილმია ჯერჯერობით გადაღებული, ან ერთი ხდება ტელევიზიაში, ერთი ან მედიაში ხდება რაღაც მოქმედება. როდესაც რედაქცია უნდა მიიღოს რაღაც ასეთ ექსტრემალური გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი არის მხატვრული გათამაშები, ვთქვათ. ერთში არის ვთქვათ ხდება მკვლელობა, როგორ უნდა გააშუქოს ტელევიზია მკვლელობა, ისე რომ ვთქვათ არ დაარღვიოს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თვალზე. ამას მხარე კონდეს ვთქვათ წარმოდგენილი დაბალანსებული იყოს, გადამოწმებული იყოს და ამავე დროს დაასწროს ყველასთან, რაც ჩვენთვის ხო ყოველთვის თავარია ხოლმე ჟურნალისტების ექსკლუზივი კონდეს თან, ხო? როდესაც აი ესე დილემის წინაშე დგება გაზეთი ან ტელევიზია, ხო, ამ შემთხვევაში არის ხოლმე ძალიან დიდი ალბათობა, რომ რაღაცა შეცდომა შეიძლება დაუშვას, უნდა დაუშვას. საერთოდ ჟურნალისტიკა მე ვფიქრობ არ არის, თქვა რაღაც ზუსტი მეცნიერება, არ არის ფიზიკა, ან არ არის მათემატიკა, ხო? ყოველთვის გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი თავისი პირველ რიგში საკუთარი სინდისიდან გამომდინარე, ალბათ, საკუთარ სინდისთან უნდა იყო პირველ რიგში მართალი და ამასთან ერთად უნდა სარგებლობდე და უნდა ხელმძღვანელობდე იმით, რაც მაგალითად ჩვენს იმაში არის სცენარებში შედარებული იყოს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები აუცილებლად. ანუ იმის თქვა, რომ პირველი ნაწილი არის ნოველა, მხატვრული გათამაშები, ამბავი, და მეორე ნაწილი არის უკვე ამისი განხილვა. ანუ ამოცანა ესეთია, რომ როდესაც ჩვენ სამიზნე აუდიტორიასთან ვაჩვენოთ ფილმი, ვაჩვენებთ მხოლოდ პირველ ნაწილს, ამ ნოველას, შემდეგ წყდება ეს ჩვენება და შემდეგ არის დისკუსია სამიზნე აუდიტორიასთან, დაარღვია თუ არა რედაქცია. ხო, რამდენიმე კითხვა არის, შეკითხვა იქნება და შემდეგ უკვე რა შეძლო გაეკეთებინა ამ გუნდს უფრო ვთქვათ უკეთ და სად დაუშვა შეცდომა. ანუ შემდეგ ისმება უკვე შეკითხვები. ისმება უკვე შეკითხვები. ჩვენ სპეციალურად ვითვალისწინებთ სცენარში შეცდომებს. ხო. სპეციალურად რომ მაგრამ ზოგი ადვილია, ზოგი რთულია. სტუდენტი უნდა მიხვდეს სად იყოს შეცდომა, სად ხო, დაგებულია ჟურნალისტებისთვის. კი, და უნდა მიხვდეს სტუდენტები, აი აქ შეცდომა დაშვებულია თუ დაშვებული არის. მართლა მოიქცა თუ არა, თან კიდევ ვიზახ ეს ყოველთვის დისკუსიის თემაა, თან ბევრი რაღაც. შემდეგი ნაწილი არის უკვე განმარტებები, კითხვების შემდეგ არის უკვე განმარტებები, უკვე დისკუსიის შემდეგ ვაჩვენებთ ამას უკვე სტუდენტებს. განმარტებები არის რა იყო დარღვეული და რატომ და რა მოხლები ითვალისწინებს აქ მოყვანილი არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე ძირითადად დაყრდნობილი ვარ და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. ეს არის აი დაახლოებით რა ვიდეო სახელმძღვანელო. ეს არის ცოტა, ხო, ჯერ ეს ორი. თუ აპირებთ შემდეგ გაგრძელებას და საერთოდ რო შევიდეს როგორც აი რა სერიალები თუ შევიდეს როგორც აი წიგნი, ხო, არის ხოლმე გრძელდება და ბევრი თემაში. ხო, რაღაცა კურსის ფორმა მიეცეს თუნდაც. ვაპირებთ, დიდი იმედი გვაქვს რომ გავაგრძელებთ. ახლა რა თქმა უნდა ეს წიგნს არ ჩაანაცვლებს. სახელმძღვანელო მაინც არის სახელმძღვანელო, მაგრამ ეს იქნება დამხმარე მასალა. იმიტომ რომ ეს ფილმები არის არა მხოლოდ სასწავლო, არამედ ეს ფილმები იწვევს ძალიან ცოცხალ დისკუსიებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ჩვენ დავტესტეთ ეს ფილმები უკვე, ეს ამ საიდუმლოს გაგინხეთ, მივიღეთ იმ პრეზენტაცია ხარბე. უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში, რამოდენიმე უნივერსიტეტში, აუდიტორიებში, ამ სწორედ ამ ჩვენმა ექსპერტებმა, რომლებიც ყავდათ ჩართული ამ brainstorm
ბრეინსტორმინგში. მათ აჩვენეს თავიანთ აუდიტორიებს ეს ფილმი და ჩვენც ვაჩვენით ერთხელ მედია კონფერენციაზე, რომელიც ჩვენი ფონდის მხარდაჭერით ტარდება ყოველ წელს ჩავატარეთ ბათუმში და უნდა გითხრათ, რომ ეს კონფერენცია, რომელიც მიმდინარეობდა დილიდან, რომელი საათი იყო, უკვე მეგონი 8 საათი იყო თუ 7 საათი, როდესაც ყველა უკვე გადაღლილი, კი იყო საინტერესო და დატვირთული, მაგრამ ყველა უკვე დაიღალა და დღის ბოლოს უთხარით, რომ აი გვაქვს ესეთი ფილმი და ხომ აგნებავთ რომ ნახოთ და არ მოველოდით ვიფიქრეთ რომ ნუ ყველა დაღლილია და მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია და ისე გამოცოცხლდა დარბაზი. არ ყოფილა ესეთი ფორმით. მე რამდენადაც ვიცი არ ყოფილა, ხა მინდა დავიბრალო, მაგრამ მე მგონი პირველად არის ესეთი და ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვესმის ესეა და მომავალში ვფიქრობთ რომ გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ეს ორი ფილმი არ გადაწყვეტს და ბევრი ფილმიც არ გადაწყვეტს ამ ჟურნალისტური ეთიკის პრობლემებს, მაგრამ გარკვეულწილად შეავსებს იმ სერიალ ნიშას, რომელიც დღეს არსებობს და გვინდა რომ გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ესეთი მიდგომა გვაქვს ფონდს, რომ თუ ცდილობთ ხოლმე რაღაც ცირედით დავიწყოთ და თუ ეს პროექტი ამართლებს, მე ვცდილობ რომ ამაზე დავაშენოთ და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. თომა, ხვალ არის ოფიციალური პრეზენტაცია, ხო? აი ამის შემდეგ როგორ აპირებთ, სად გინდათ რომ მიიტანოთ? ხო, ვთქვათ, რამდენიმე უნივერსიტეტში როგორც ხათი ამაღნიშნა უკვე აჩვენეთ, მაგრამ აი უფრო ის მასიურად, თუნდაც არა მარტო დედაქალაქში, ვთქვათ, იგივე რეგიონებშიც, რომ მოხდეს ამის ჩვენება. კი ბატონო, გეტყვით, ანუ ხვალ იქნება ამის პრეზენტაცია, მოწვეულები არიან ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყველა სკოლიდან არიან წარმომადგენლები, მათთვის გავმართავთ ამ ჩვენებას, პრეზენტაციას გავაკეთებთ და დისკები გვაქვს უკვე დაბეჭდილი და ამ დისკებს გადავცემთ ხვალს უყველას. გარდა ამისა, გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ყოველთვის ჟურნალისტის სკოლთან, მომავალ წელს. ანუ ეს ისეთი თემა და პროდუქტი არ არის, რომელიც მაგალითად ერთხელ მიიტანე და ის არ დაძველდება არასოდეს. მასწავლებლებს რაც შეიძლება მეტს უნდა მივაწოდოთ. ასევე მახსოვს, რომ ასევე ერთ-ერთი ფილმი, რომელიც გადავიღეთ ეხება ბავშვთა უფლებებს, იანთაძემ თქვა, რომ ძალიან სურს რომ მას დანერგოს პედაგოგებისთვის. ანუ ჩვენ საუბრობთ არა მხოლოდ თქვა ჟურნალისტიკის სკოლაზე, არამედ ლაპარაკი არის მედია წიგნიერება, საერთოდ სკოლებში როგორ შეიძლება რომ შევიდეს. აი გვინდა რომ სკოლებში შევიდეს, რომ სკოლებშიც ნახონ, თქვა მასწავლებლებმა თავის კუთხით შეხედონ, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტებთან თქვა, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანს, რა შეიძლება უთხრა, რა შეიძლება არ უთხრა და ჟურნალისტებმაც როგორ უნდა გაუფრთხილდეს არასრულწლოვანის უფლებებს, როგორ უნდა დაიცვას, ასე რომ ვთქვათ. კიდე ვაპირებთ რომ რეგიონებში წავიღოთ, ხატიასთან გქონდა ამაზე საუბარი. თომა მედია წიგნიერება ახსენა და მინდა რომ ამაზე ერთ სიტყვა თქვა, ახლა იმედია რომ მაყურებელს არ იწევს ეს ტერმინები რაღაც გაუცხოებას, ჟურნალისტური ეთიკა, მედია წიგნიერება და პრინციპში აქ ლაპარაკია იმაზე რომ ჟურნალისტი ქმნის რაღაც პროდუქტს, მაგრამ მაყურებელი როგორ აღიქვამს ამას და მაყურებელს რამდენად აქვს ცოდნა და უნარი იმისა, რომ აი ამ ზღვა ინფორმაციაში, რომელიც დღეს ჩვენს გარშემო არის რაღაცა ისეთი ძალიან დიდი დოზით, გაარჩიოს რა არის პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა, რა არის სანდო, რა არ არის სანდო, რომ რა არის ყვითელი პრესა. და ხშირად გვესმის ხოლმე ესეთი ფრაზები, რომ აი სად გაიგე ეს ამბავი რაღაცა ესეთი შეთქმულების თეორიას გიყვება ვინმე და ეკითხები სად ნახე, ნუ წავიკითხე ან ვნახე ტელევიზიას, ანუ ადამიანებს უპირობოდ ჯერათ იმისა, რასაც ისმენენ და კარგია თუ ეს კრიტიკული მიდგომა იქნება, რომელიც გაფილტრავს დააფიქრებს ადამიანს, აბა მოდი ამ ამბავს რომ მიყვება, იქ არის რომელიმე წყარო მითითებული. რამდენად ეს სკანდალურია თუ გავს სინამდვილეს და სწორედ ეს არის მიზანი. მედია წიგნიერების სახელმძღვანელო გამოვეცით ჩვენ წელს იანთაძესთან ერთად თომა მახსენა და სწორედ ეს მიზანი ეს არის, რომ სკოლებში შევიდეს ეს როგორც თუ ეს მოხდება ძალიან კარგი იქნება, ეს უკვე ჩვენზე არ არის ხოლმე დამოკიდებული, მაგრამ იმედი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისთვის და რაც გისურვოთ წარმატება ურთიერთ თანამშრომლობის გზაზე. მე მგონი ეს არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება პარტნიორობა მოხდეს დონორსა და ჩვენ ვისთანაც მუშაობთ, მათ გრანჭორებს არ ვეძახით, ასე ვთქვათ, პარტნიორებს, მაგრამ მათთან ერთად მუშაობ. დიდი მადლობა, ჩვენ პირველ რიგში ვიცით და გვახსოვს, რომ ჩვენი საბოლოოდ ეს პროდუქტი უნდა მივიდეს ფართო მაყურებლამდე, რომ მაყურებელმა და მკითხველმა მიიღოს პროფესიული
კარგი, გადამოწეული ამომწურავი და სანდო ინფორმაცია ყოველთვის არის ჩვენი საბოლოო და ხვალ არის პრეზენტაცია ფრონტლაინ კლუბში, რომელიც არის ჟურნალისტების საყვარელი ადგილი და გეპატიში. ძალიან დიდი მადლობა წარმატებულ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ, ისევ როგორც ჩვენს მაყურებელსაც და იმედი რომ დაგველოდებით ჩვენ რეკლამაზე გავდივართ და რამდენიმე წუთში დაგიბრუნდით. დროებით.